ხოცებო, საერთოდ არ ვიცი ვინ იყო ის ადამიანი და დარწმუნებული ვარ არც ბევრმა არ იცის ეს გორში რომ დააკავეთ კომბინატის ტერიტორიას. აკავებით თუ სწორად თუ რა ვიცი რასაკეთებდით ეს დაკავება არ იყო, ეს იყო ჯგუფური ძალადობა ეს ერთი. მერე ასე რატომ აი ზუსტად ამიტომ ჩნდება ეჭვი და უკვე საფუძვლიანიც კი და უკვე დადასტურებულიც, რანუ პირდაპირ ეთერში სცემთ ჟურნალისტებს, პირდაპირ ეთერში სცემთ პოლიტიკოსებს, სცემთ ეს ცოტა რბილად ნათქვამია, იმიტომ რომ აი არაკაცურად ზემოდან 10 კაცი ურტყამდით და ეგ დღეს სახე გამოაჩინეთ ისევ ყველაფერი ესე როგორ ჩაამყაყეთ, ჩააბინძურეთ და გააფუჭეთ, რომ ადამიანები დამნაშავეთ რომ დააკავოთ, დამნაშავეთ უკვე ხო? იმაშიც ეჭვი შეგვაქვს, იმიტომ რომ არ არის ეს მეთოდი თუნდაც საერთოდ უკანასკნელი გარეწარი იყოს და ჩემი და რა ვიცი ვიღაცების გადმოსახედიდან ვისაც ტკივილი მიაყენა თუ არ მიაყენა თუ რაც მოხდა ხალხო. ასე რომ ადამიანის დასაკავებლად გაემართება როგორც ბანდა და გზეთ გადაივლი და გადმოივლი და თან შემდეგ გამოხვალ და იძახი რომ დანა ჰქონდაო, დანა. ანუ დანით რა უნდა ექნა იმ ერთ ადამიანს ჯერ პირველ ჯერზე და შემდეგ მეორე ჯერზე უკვე მეორე ნაწილიც და დანარჩენებს ვისაც არ დაეზარა იმათმაც რომ მივიდნენ და თავისი წვლილი შეიტანეს ამ ყველაფერში. აი რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? რატომ უნდა დაგიჯეროთ? რატომ? ვინ დაგიჯერებ და ვიღას ჯერა თქვენი? ყველა სახლამდე მიხვედით, ყველა სახლის კარებთან მიაკაკუნეთ უკვე. სიკვდილით თუ არ მიაკაკუნეთ და ასეთ ემატყებით და ჩადებებით და რა ვიცი, უკადრებლის კადრებით რა. აგერ 15 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ყოველ დღე რაღაც ისეთი ხდება. ეხლა იტყვით რაო ადრეო არ ხდებოდა, როგორ არ ხდებოდა კაცო. ყველგან ხდება ესეთი ამბები და არავინ არც არ არის დაზღვეული, არავინ იდეალურ სამყაროში არავინ არ ცხოვრობს. მაგრამ ამდენი რას თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას ახალგაზრდები ამოწყვიტეთ. დიახ, თუ თქვენ ამბობთ რომ ის რეჟიმი იყო და ის რეჟიმი აფუჭებდა, თქვენც იმ რეჟიმად იქეცით და უარესები გახდით. უარესებს კადრულობთ. არც უდანაშაულობის პრეზუმპცია, არაფერი აღარ არსებობს. ანუ ერთი ადამიანის ესე ვთქვათ, უკვე რაღაცა ის ზესთან მიახლოებული ხომ იყო, ეხლა ღმერთთან მიახლოებაც მოინდომა და აი ზუსტად ეგ დაგღუპავთ. ზუსტად მანდ დაგემხობათ თავზე ყველაფერი, რომ უტოლდებით მესიებს. თქვენ არა, უტოლებთ მესიებს და ნუ თავისთავად თქვენს გონიათ, რომ ისინი ხართ, რა ქვია, მესიის ადიუტანტები. მოვა დრო და მოუყვებით შვილებსო, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, გოგიდოლიძე მღერიდა, მაგრამ აი თქვენი აღარ არსებობის და გადაშენების შემდეგ ჩვენ მოუყვებით შვილებს, უბრალოდ შვილები მოუყვებიან ჩვენ თავიანთ შვილებს, რას მოესწორნან იმის გამო, რომ საქართველო უყვარდათ. რომ საქართველო არ გაყიდეს თქვენსავით. და რისთვის დასაჯეთ და გამოკეტეთ უდანაშაულო ბავშვები ციხეებში. პოლიტიკოსები, რომლებიც თქვენ აღარ გაწყობდა და არ მოგეყიდნენ. ვინც იყიდეთ, გიყავთ ეგეთ ჯიბეს ჩასმულები და კი ხართ კარგად ბედნიერად. ისინი მაშინაც კარგად იყვნენ, იმის წინაც კარგად იყვნენ და ეხლაც კარგად არიან. ისე რომ ვიღაცა სანამ ნაცოო დაუძახებთ, საკუთარ ქვაბში ჩაიხედეთ და სარკეებში ჩაიხედეთ.
თქვენ განსხვავებული სარკეები გაქვთ. იმაში ეგენი არა ჩანს, მაგრამ მაინც ჩაიხედეთ. საწყალი ის ვიღაცა, ვისაც აი ესე დაესხით თავს და გაუბედურეთ. საცოდავი ის ადამიანი, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანს ის სამართალს აბსოლუტურად ვერსად ვერ იპოვით, თუ რა თქმა უნდა, წესიერ და პატიოსთან ადვოკატთან არ მოხდა მისი საქმე. არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი რა, არ ვიცი, სახელსაც ვეღარ ვარქმევ ხოლმე ვერაფერს, მაგრამ ფაქტია რომ მოძალადეების ბანდა ხარ, ბანდა ჩვეულებრივი რა.